მშვიდობა თქვენ პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კლავ ეთერშია, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს. მე მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს დღეს სტუდიაში და ვფიქრობ ეს არის ისტორიული დღე. მართლა ისტორიული დღეა და თუ რატო არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ სტუმარს გაგაცნობთ თქვენ ამას მიხვდებით. ჩვენი სტუმარია ბატონი გურამ ქართველიშვილი, წერალი, გააგრძელე საქართველოს ისტორიას ავტორი. თქვენ წარმოვიდგინეთ, გააგრძელეთ საქართველოს ისტორია. მე ამ გადაცემებს უყურებდი, მე თვითონ, როდესაც გადიოდა ტელევიზიით გადაიცემოდა და აღფრთოვანებული ვიყავი, იცით, უყურებდი და ფიქრობდი, ნუ თუ ამ დროს ესეთი გადაცემა ვიღაცამ გაბედა და ამას აკეთებს. აი, საოცარი შეგრძნება მქონდა და გადავდიოდი იმ დროში, აი, განვიცდიდი ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა და თან უყურებდი ჩემს წინაპარს. მშვიდობა თქვენ, ბატონო გურამ. მშვიდობა თქვენ. მოგესალმებით და ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენთან ხართ გადაცემაში ბაგრატოვანში. თქვენ გააგრძელე საქართველოს ისტორიის ავტორი. გაიხარეთ, დიდი მადლობა. და ეხლაც თქვენ მობრძანდებით მუხრანიდან. კი, ეხლა გადაღებებს. შატო მუხრანში ბრძანდებოდით და გადაღებებში ხართ და ვიცი რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ. კი, გადაღებებში. ისიც ხდება რომ თქვენ გააგრძელე საქართველოს ისტორიას გარკვეული პრობლემა შეექმნა. მე მინდა აი ჩვენი გადაცემა დაუთმოთ აი ამას ყველაფერს. რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ გააგრძელე საქართველოს ისტორია, მე ვფიქრობ ეს არის საუკუნის პროექტი. გაგახარეთ მე. მადლობთ ასეთი შეფასებისთვის. შატო მუხრანიდან მოვდივარ ეხლა და გააგრძელე საქართველოს ისტორია და თვითონ შატო მუხრანი ადგილი, ხო? ეხლა სანამ იქ ივანე ბაგრატიონ მუხრანელის სასახლეს დადგავდა, ის ძალიან დიდი ხნის წინ იყო ბაგრატიონთა და საერთოდ მეფეთა სადგომი ქართლის ცხოვრებაში ასე წერია. მუხრანი ადგილი ტფილი სადგომი მეფეთა. ხო და ეს არის ფორმულა მუხრანის. ნამდვილად კაი ადგილი არის. საოცარი ადგილია და აი მართლა დიდი სიამოვნები და რასაც შატო მუხრანი ქვია და ივანე ბაგრატიონ მუხრანელის მიერ გაშენებული ბაღი, რომელმაც დღემდე მოაღწია, ეს მართლა საოცრება. მთელი დღე ისვენებ, მაგრამ ძალიან ისეთი გრაფიკი გვაქვს. კი ვმუშაობთ, მაგრამ ეს ადგილი გვიწყობს ეს დასვენებისთვის. ბაგრატიონთა ადგილი. კი ბატონო. ბატონო გურამ, აი თქვენ ფაქტიურად ცივ ისტორიას გადმოსცემთ. და ყვებით გახსნილად, გაშლილად ამას იმდენად კარგად გადმოსცემთ, რომ მე დამეთანხმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო და დარწმუნებული ვარ, არ შეიძლება ადამიანი იყოს, არსებობდეს საქართველოში, მე ესე ვფიქრობ, ვინც არ იყოს, ვისაც არ ქონდეს ნანახი და არ ადევნებდეს თვალყურს გააგრძელე საქართველოს ისტორიას. და იცით რა მინდა ბატონო გურამ გითხოთ, აი როდესაც თქვენ ამას აკეთებთ. აი აქ შედიხართ მეფეთა ცხოვრებაში. აი იმ ისტორიის გაცოცხლების პროცესი მიდის. აი მოგიყევით ამის შესახებ, როგორ ხდება, რანაირად ხდება, რას ხედავთ, რა უფრო ღრმად იხედებით თავისთავად ცხადია და უფრო სიღრმისეულად ხედავთ ყველაფერს და აი მოგიყევით ამის შესახებ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ტელემაყურებელს ეს ძალიან აინტერესებს. გაგახარათ მერთო. რავი, საინტერესოა ეს თავისთავად ამის კეთება, ძალიან საკმაოდ მძიმეა, იმიტომ რომ მუდმივად ამაში იყო, თან წერო ეს, თან აკეთო, თან რა ვიცი, ამდენი ადამიანი ითამაშო, ხო, როცა წერ. დრამატურგია ეგ არის, ხა თუ გინდა რომ გაჭრას და ვიღაცას მოეწონოს, არ ვიცი, მოწონს თუ არა, როგორ ჩანს მოწონთ. ამიტომ მე იმის თქმა მინდა რომ ძალიან ბევრი პერსონაჟია და ისეთი პერსონაჟები არიან, ვინც არიან ჩვენი ისტორიის შემქმნელები, ვინც ჩვენი ისტორია შექმნა და რაც არის ნამდვილი ამბავი, ხო, ხა ამის გაცოცხლება ცოტა პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს კეთდება, როგორ გითხრათ, საქართველოს ხარჯზე თვითონ სახიობები, აი ესენი პირდაპირ გეტყვით, ქუჩიდან მოყვანილი ხალხია, ტიპავს ნახავ მომყავს, დავაყენებ კადრში. იქ კიდე სახეების ენა, იქ კიდე 1000 ნიუანსი, ახლა ნემს ვერ დადებ, ხო, პირდაპირ კამერის წინ ისეც, რომელიც თქვა მე-16 საუკუნეში არ იყო, ახლა ხო ვერ გამოჭიმა რაღაც ისეთი კადრში ხოლმე შემოვიდეს, თქვა
რაღაც ისეთი დეტალი თანამედროვე სკამი, ამიტომ ამის კეთება საკმაოდ რთულია ხო? იციან ხო, ჩემმა მეგობრებმა, ახლობლებმა, ვინც ამაში მეხმარება, ხელს მიმართავს, მამუკა ხაზარაძე ცხენებს მაძლევს, თქვათ ბადრი ჯაფარიძე მაძლევს ცხენებს იქ რაღაცა. ყველა ჩართულია ამაში, თქვენ წარმოიდგინეთ და ამიტომ მინდა თან საზოგადოებრივ მაუწყებელი, რომელიც ახლა ღალატობს ამ პროექტს და თავისი პროექტია უსაშველოდ უყვარს, მაყურებელს რატო ამბობს ამაზე უარს, ვერ გავიგე, რამტო არის ამდენი წინააღმდეგობა, ამ თემას ნუ შევეხებით, ნუ დავკარგავთ ამაზე დროს ჯობია. ხო და აი ეს პროცესი მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ თვითონ საინტერესოები იყვნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენი ისტორია. რაც შეეხება სიცივეს, რაც თქვენ ბრძანეთ წერა. აი სიცივე აუცილებელია ისტორიის ცოდნისთვის, იმიტომ რომ მაგალითია, მარტივი რამეა, ხო, ადამიანისთვის, ყველა გონიერი ადამიანი დამეთანხმება ამაში, რომ ცუდი მაგალითი არ უნდა აიღო და კარგი უნდა იცოდე. ან მძიმე მდგომარეობამ გეოპოლიტიკურ სივრცეში რო იყო, როგორ უნდა მოქცეულიყო შენი წინაპარი და როგორ არ უნდა მოქცეულიყო, ორივე მაგალითი გაქვს და ორივე უნდა აჩვენო. როგორ ღალატობდნენ და როგორ კბილით ეჭირათ, სულით ეჭირათ საქართველო, ხო? არაფერი აღარ ეკავათ ხელში, მაგრამ აი კბილებით ომობდნენ. ეს მაგალითები გვაქვს. ამიტომ ასეთი რო გაქვს, ამას არ უნდა თქვა, რომ ტყუილიაო. ჩვენი ქართველების პრობლემა ხო ეს არის, საშინელი სენი დღეს 1000 პროპაგანდის ამ ბადაღერული რაღაცა ორდღიანი ფასეულობების შემოვარდნის და თავდასხმის პირდაპირ ოკუპირებულია ხო ჩვენი სივრცე, იმიტომ რომ რაც ფასეულია გადაფასდა და რაც არაფასეული კი არა. პირდაპირ პორნოგრაფია იქცა ფასეულობად. ასე ვთქვათ, ხო საზოგადოების ნგრევა მიმდინარეობს ჩვენ თვალწინ და ამაში ერთადერთი როგორ გითხრათ, ისე წინაპრები თუ გვიშველიან და მათი აი ესე გაცოცხლება გააგრძელეთ საქართველოს ისტორია ეს არის და ისე რომ გითხრათ, აი ბაგრატიონებთან ვარ სტუმრად და მე გეტყვით, რომ საქართველოს დიდწილად ბაგრატიონების ნატარებია და შექმნილია. იყო აი ესეთი მაგალითები, ვთქვათ, ოჯახი ამოწყდებოდა ხო სადღაც აი გადმოცემითაც არის მესვამითა ვარ დაინტერესებული და არის უამრავი წყარო მოყავდათ აი არისტოკრატული ოჯახი გავიდა ვთქვათ ეგ ნიჩბისის ომში აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მგონი 28 მილახვარი თუ 18 არ მომივიდეს ისე, მაგრამ რაღაც ასეთი დიდი ციფრი მამაკაცებისა ამოწყდა ნიჩბისის ომში, სადაც დაიღუპა კახელი ბაგრატიონი, ლევანის შვილი გიორგი ალექსანდრე დიდის მერე უფროსი ძმა იმ ომში იღუპება კახელი ბაგრატიონი, შეჯერდნენ კახელები იქ რაღაცა ერთ გერმანოზიშვილს ჩამოეძინა, ყარაულად დააყენეს ზემოთ და კი არ ჩამოეძინა ლიტონიობის ღამე იყო და მადას ჩანს ჩვენი ქრისტიანობა ვეღარ გაჩერდა და წავიდა ლიტონიობის ღამეს ეკლესიაში. გუშაგი წარმოიდგინეთ, მეფისგან თან გერმანოზიშვილი იყო, ვიღაცა ხო არ იყო, თავადი იყო ისა და დააყენეს ამხელა პასუხისმგებლობა. იქვე ეკლესია ყოფილა, გავიდა და ამ დროს ჩამოიარა გამოძურა ეს ყიზილბაშების ჯარი და სწორედ აი აღდგომის დილას დაეცენ თავს. ხო და მე მაგას ვამბობ, ხა ეს მოუყევით ეს ამბავი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ 29 კაცი დაიღუპა, იმათი მომავალი თაობა უპატრონოდ, უმაგალითოდ დარჩა, სხვანაირი მონარქიული საზოგადოება მოყავდათ ბაგრატიონებს, ზრდიდნენ იმ ზნეზე, ისე უდებდნენ ამ სულს და აბრუნებდნენ იმ მამულზე, უნარჩუნებდნენ მამისას და მათ ეჭირათ. აი ძალიან კარგი მაგალითია ბაგრატიონების ბოლო ბაგრატიონის, მე ესე ვიტყვი, მეფის მონარქის სოლომონ მეორის მაგალითი, რომელიც წერილი უფრო სწორედ, რომელსაც წერდა რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე პირველს. როდესაც ის უკვე ტოვებდა თავის სამეფოს, ისე გაუხადეს მეფეს საქმე, უკვე მართლა მიწა აღარ ქონდა ფეხქვეშ, ნუ მოადგა ამხელა ურჩხული, ამხელა იმპერია, ხო წარმოიდგინეთ, კბილებამდე შეიარაღებული. იომეს კიდევაც იმერლება, ნუ ბაგრატიონების გასვლის შემდეგ მისი ჩაბერილი სულის ხალხი ვინც იყო, აი მისი დატოვებული თაობა, იმათმა სერიოზული აჯანყება მოაწყეს 19-20 წლების ამაზე ნაუმშევარი მაქვს მე თვითონ. ცერკონი ბუნტად წოდებული, ოღონდ ძალიან დიდი აჯანყება იყო და ეს მაინც ბაგრატიონების სული იყო, ეს ითავა მაშინ ეკლესიამ და იაშვილებმა. ბატონო გურამ, ბოდიშით ერთ ამას ვიტყვი. ძალიან მინდა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ჩვენ წინა გადაცემებში გვისაუბრია ამის შესახებ, რომ ძალიან მაინტერესებს ეგ პერიოდი. აი 1801 წლიდან შეიძლება ითქვას 1850 წლამდე, მეგონი საკმარისი. კი ბატონო. ძალიან საინტერესო მომენტია და ისტორიის მონაკვეთია.
და ძალიან მინდა რომ კარგად შევისწავლო ეგ პერიოდი. რა ხდება, როგორ მოახერხეს ის რუსეთის იმპერიამ, რომ ბაგრატიონები ჩამოაცილა საერთოდ ხელისუფლებას და ეხლა ამას იმიტომ მინდა იქიდე პატრიციონალური მაყურებლებო ხაზი გაუსვა, რომ ბაგრატიონების მერწმუნეთ მით უმეტეს ახლანდელ პერიოდში არანაირ შინაგან სურვილს თქვათ ძალაუფლება არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ეხლა ძალაუფლებაში ვინც არიან, ეს არის იმხელა პასუხისგებლობა და იმხელა ჯვარი, რომ არ ვიცი ამას თუ ვინმე გააცნობიერებს ბატონო გურამ და აი ეს ძალიან საინტერესო პერიოდია, ზუსტად მაგას შეეხებთ. ეს არის, აი წარმოიდგინეთ, საუკუნეების განმავლობაში ქვეყანა ცხოვრობს ერთი ღვთისმკურთხეული გვარის მეთაურობით, ესე ვთქვათ, მოდით, არა მეფობით, იმიტომ რომ ბაგრატიონები აი ესე ვთქვათ, უფრო ქვეყნის მამები იყვნენ ბაგრატიონები, ესე შევხედოთ, ახლა ჩვენ დღევანდელიდან გვინდა ხოლმე დავინახოთ აუცილებლად რომელიმე ეპოქა. იმ ეპოქიდან უნდა დაინახო ის ეპოქა. ეს არის ისტორიის ხედვა. ცოდნას თავი დავანებოთ სიღრმეებს და ასე შემდეგ. აი ხედვა უბრალოდ ისტორიის, იმიტომ რომ მიანდე ისტორიას თავისთავად მოყევი ისე როგორც იყო ის. რაც შესწავლილია, დაწურულია დღემდე და არ იყოს ეს პათეტიური და რაღაც თავზე მოხეული. იყვნენ ის ადამიანები, მიწიერები, როგორებიც იყვნენ, ხო? რომ დატოვეს სააქაო, მერე რა მოხდა, უფალმა იცის ჩვენზე უკეთესად, მაგრამ ჩვენ ეს დაახლოებით ვიცით, ხო, ის რა 8 წელი გაყვა ამ ქვეყნიდან. უბრალოდ ერთი რამე მინდა 1801 წლიდან ამდენი წარმოიდგინეთ, ამდენი 100 წლეული ნატარები ოჯახის მიერ ქვეყანა დარჩა ბაგრატიონების გარეშე. და პირველი თაობა, რომელიც იმ წესზე იდგა, რომელმაც შეიძლება რუსში დაინახა თავიდან და რუსეთის იმპერიაში დაინახა მხსნელი, ეს კიდე სხვა თემაა, ქართველების დამოკიდებულება, იმიტომ რომ თვითონ ბაგრატიონებიც ასე უყურებდნენ, ამდენად საუკუნეებით მაჰმადიანური სამყაროსგან შეწუხებული და გადაღლილი საქართველოს სისხლისგან დაცლილი, ხო? ბოლოს უკვე რას ხედავთ? ერეკლე მეფეს, რომელიც ცხენზე ზის ხმალი უჭირავს ხელში და მხატვარი რო ხატავდა, გაასწორეთ მეფეო და ვერ გაასწორეს, იმიტომ რომ მარჯვენა მხარე ხმლის ქნევისგან ქონდა, ესე უფრო განვითარებული. აი ხა წარმოიდგინეთ, ხო, ასე მდგომარეობაში იყო ერი, რომლის მეფე სხვა გზა არ ქონდა, პაპუნაწეს ორბელიანი რო მეფე შევარდა, ვიღა დადგებოდა თავს, ვიღა დაზოგავდა, მაგალითი იყო საქართველოსთვის. ანუ ერეკლეს ფორმულა უმძიმეს პერიოდში. ნუ ძალიან სერიოზული შეფასება აქვს, ხო? აი კიკოძეს ვთქვათ, რომ ერეკლე რო არ ყოფილიყო, კახეთი ცოტა მსუბუქი გააკეთა, რომ ასეთი სახით არ გვექნებოდა და მე ვიტყოდი, რომ არ გვექნებოდა, ნუ კახეთის და ქართლის, ეს არ იქნებოდა ქართული კულტურა. ეს იქნებოდა უკვე დიდი ხნის წინ წაღებული მიწა, რომელსაც გვედავება აღმოსავლეთის საუკუნეებია და კბილით უჭირავს ბაგრატიონებს. და ბაგრატიონული იდეას, ვეფხისტყაოსანი რა არის ბაგრატიონის იდეა. ეს არის განმოყოფილია ნებისმიერი რამ შექმნილი იმ ეპოქაზე, ან იმ ეპოქაში, რომელსაც ბაგრატიონის სული არ ედგას. ეს არ არის მარტო გვარი, ეს კულტურა საქართველოსთან შეზდილი. მონარქიული დიდი კითხვა უნდა დამესვა თქვენთვის, რომ ბაგრატიონები, ეს ბაგრატონთა დინასტია თქვენთვის რას წარმოადგენს, მეთქი და თქვენ პირდაპირ პასუხობთ. ხო, ნუ დავიწყე, მაგრამ ეს ძალიან რთული და რთული როგორ არის, სიღრმისეული თემა, შორია ძალიან. იქამდე სანამ ამას აი ეს როგორი რამე იცით დღესაც მე ვიტყვი ხოლმე ჩემთვის რა კულტურა გაქვს, ამ ხელა კულტურა გიდევს ამ ძიმე გზად გასაყარზე, მოდით უფრო გავასერიოზულოთ ეს თემა და რასაც ესე ხელაღებით არ ამბობენ დღეს არაპოპულარულია და რაღაც ამიტომ არის ჩვენი საქმე კარგად თუ ეს საქმე და თუ ეს თემა არაპოპულარულია როგორ გეკადრებათ გააგრძელეს საქართველოს ისტორია არის პირდაპირ საქართველოს სამეფო ამიტომ რაც ხალხს მოწონს და რასაც სარკეში იხედება და ხედავს თავის თავს ეს არის პირდაპირ მონარქიული ოჯახი ნებისმიერ ეპოქაში ნებისმიერ დროს ავად თუ კარგად ზოგჯერ თქვენ წარმოიდგინეთ რამხელანების ყოფა ჭირდებოდა ადამიანს მონარქიულ ოჯახში აღზრდილს საქართველოში მუხრანში საიდანაც ახლა მე მოვდივარ ქართულ ოჯახში რომ ჩალმა ჩამოეცვა თავზე და მოჩვენებითი მაჰმადიანი ყოფილიყო და სულით ქრისტიანს ცოდნოდა ის რომ მის ცხედარს აიღებდნენ და ყუმში დაგრძალავდნენ და საშვილიშვილოდ მისი ძულები დარჩებოდა ყუმში ამ შიიტი სამაჰმადიანოს ცენტრში
მე რატო ამბობ ამას, იმიტომ რომ ეს იყო დიდი ქრისტიანული ოჯახი, მესის მახვილის ოჯახიდან იყო წარმოედგინე. ამიტომ ამასაც კი იტანდა ბაგრატიონი ამის თქმა უნდა, ამაზეც კი მიდიოდა ოღონდ ქვეყანა გადაერჩინა. ეს არის მაგალითი იმის, როგორ უნდა გეჭიროს აქ ამ რთულ გზად გასაყარზე კავკასიაში ცენტრალური სამეფო თავის უზარმაზარი კულტურით, არისტოკრატიის სულით, არისტოკრატიას ვიღაცას თქვათ მანერები გონია, აი ხალხს და ან რაღაც მამულები და ან რაღაც არისტოკრატიზმი არის სული, ყველაზე დიდი უბრალოება და ყველაზე დიდი დაჩაგრულობა ერში, როდესაც იღებ ტვირთს, რომელიც უნდა ატარო. თუ ტვირთს არ ატარებ, ტვირთია ოჯახის და ტვირთია მიწის ბარვაც, ყველაფერი ტვირთია და თუ ტვირთს კაცი არ ატარებ და დროს კარგავ, ну რა გითხრათ ეხა ამას ვერც ერთი ბაგრატიონი ვერ უშველის. თუ მან არ დაინახა ის რომ ის არ უნდა იქცეს ჭაობად და უნდა იდინოს თერგივით. ილიას მშვენიერი მოწოდებული, როცა უბაგრატიონოდ დარჩა ქვეყანა, ილია მომგვრილა. ეგ არის ილია. ისე საოცარია. ის გზა გააგრძელა, ბაგრატიონის გზა გააგრძელა და იმედი ილია იყო ბაგრატიონი თავის ეპოქაში, თავისი კულტურით, რაც შეთავაზა საზოგადოებას და აცხოვრა დღემდე საქართველოს. დღეს აგერ უკლავთ ილიას. მაშინ ხომ მოვყალით ფიზიკურად და ეხლა ვყავთ საქმეთა მისთა მივადექით პირდაპირ და ვანადგურებთ იმას, რაზეც უნდა ვიდგეთ. წარმოუდგენელია, რომ პრობლემა შექმნო და გააგრძელა საქართველოს ისტორიას. აი, არ ვიცი, პატივცემულო ტელემაყურებლობო, აი დარწმუნებული ვარ, რომ დამეთანხმებით და არ არსებობს, რომ თუ საკუთარი ფესვი არ იცი, საკუთარი ისტორია არ იცი და საკუთარ ისტორიას არ იცნობ, წარმოუდგენელია, რომ მომავალი დაგეგმო და ვთქვათ, გააკეთო ანალიზი თუ როგორ ეს მარტივი ფორმულაა, ესე როგორც 2x2-4-ია, ხო? ეხლა ნუ ვიდავთ, ეხლა ჩვენი საზოგადოება თუ დაждდა. ეხლა მე პირდაპირ ვიტყვი და აღარ ვერიდები. ეხლა ნეოლიბერალური ლოგიკით ვთქვათ, შეიძლება 2x2 7-იც იყოს, 8-ც, 9-ც, ოღონდ იქაც ვერ შეთანხმდები. ეგეთი ლოგიკით და ადამიანური ლოგიკით, რაც ათასწლეულებმა მოიტანა და მარტივი ანგარიშით 2x2 4 ასევეა ეს, ხო? ნუ ისტორიის გარეშე არ ახარ და მით უმეტეს, როცა ასეთი ისტორია გაქვს და ასეთი კულტურა გაქვს, დავანებოთ ამ პათეტიკას თავი. გაქვს ხედვა, როგორ უნდა შეინახო და მოუარო აქ სახელმწიფოს და ასულდგმულო ამ რთულ რეგიონში, თორე წაგივა ხელიდან და რატო შეიძლება ორი სიტყვით კიდე შევეხოთ ამ თემას. ეს იცოდნენ ბაგრატიონებმა ძალიან კარგად, ეს არის ბაგრატიონი და ისინი უნდა იცოდეს დღევანდელმა ბაგრატიონებმაც კარგად პირველ რიგში. ამ საზოგადოებაში ქვეყანაში. იმიტომ ჩვენი შეხვედრა ახლა ისტორია. ხო და ამიტომ არის ისტორიული ალბათ ხო სიღრმისეული უფრო სადღაც შევიდეთ ისეთ თემებზე, რომელზეც არ ვლაპარაკობთ. ეხლა ამ ლოგიკით რო გავყვეთ, თქვათ, რომ ისტორია საფუძველი ჩვენი, რა თქმა უნდა ეს არის, იმიტომ რომ არის ფურცლები მე გეტყვით. როდესაც არის სრული ვაკხანალია. მე ვერ გეტყვით, რომ ესეთი ფურცლები ბევრია ჩვენს ისტორიაში და ამის ფუფუნება გქონდა ქართველებს. ზოგჯერ მეტყვიან ხოლმე, სხვაოსნები რატო არ ვიყავით. მიწა გვეწვოდა ფეხქვეშ და სუდასაცავი გქონდა. ბოსფორი ეჭირა ხან ბერძენს, ხან ევროპელს და ხან ბოლოს დაკეტა საერთოდ ოსმალომ და როგორ უნდა ყოფილიყავი სხვაოსანი. ამიტომ ლოგიკა რო ისტორია და ჩვენი სარკეა, ამას პირდაპირ გეუბნება ის გამოცდილება, რომელიც გაიარა შენმა წინაპარმა. და გაიარეს ადამიანებმა, მოდი თავი დავანებოთ ამ თვითგვემას, ვინც იყვნენ ძალიან დიდი მოაზროვნეები. მოდი ესე ვთქვათ. მოდით ვილაპარაკოთ თქვათ დემეტრე პირველზე, დავით აღმაშენებლის ვაჟზე და ნუ წავალთ ახლა თქვათ დავით აღმაშენებელზე. შენ ხარ ვენახის ჰანგი მოვიდა მისგან. ნუ ვიცით რომ დემეტრე არის ამ იამბიკოს ავტორი, მაგრამ ეს ჰანგი ამაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც არის გაუცვეთელი და იცით რა არის ჩვენ ალბათ ძალიან შორი წინაპრები ვიქნებით თუ დედამიწა მიარსება, რომ თუ შეიძლება ქართული კულტურა აღარ ღმერთმა დაიფაროს, მე ისეთ რაღაცას ვამბობ და საერთოდ უცხო პლანეტელი მოვიდეს, მაგრამ თუ ვინმე ამას მოისმენს, არ შეიძლება რომ ეს გადააგდოს, აუცილებლად შეინახოს. წარმოიდგინეთ, ახლა საწავეთ, აი ესეთი ნაწარმოები შექმნა და როგორი მეფეა, იცით, რომელსაც კბილით უჭირავს ანისი, სისხლში ცურავს ყელამდე ხმლით თავისი უსასტიკესია ხშირ შემთხვევაში
ძალიან ხშირ შემთხვევაში აი წარმოვიდგინეთ როგორი მაგალითია ხათან როგორი რაინდობის პირდაპირ ფურცელია დრამატურგიის რატომ მოწონთო გააგრძელეს საქართველოს ისტორია იმიტომ მოწონს რომ ეგეთები იყვნენ და ესე მოქმედებდნენ და მე იმას ვაცოცხლებ ცუდად თუ კარგად მე უბრალოდ ვაცოცხლებ ვარ მესაცოდავი გამტარი მე ცოდვილი და საჭინელი ზოგჯერ ხერხემალი მტკივა რომ ვფიქრობ ხა რომ ნუ ეს ადამიანი ვინ იყო ჩემთვის ბავშვობიდან ხო რა ადამიანი რომ ამას ვფიქრობ ხო რამდენი წელია გავიარე აღმოსავლური სკოლა მყავდა კარგი პედაგოგები ისეც უამრავი მეგობარი რომელთანაც მე წიგნი ვთქვა ხო ეს ხო მაგრამ უცბად შეეჩეხები რომ ეს ადამიანი ხა ეკრანზე უნდა გამოიყვანო ქართულს ანახო მაგრამ თვითონ იყვნენ ისეთები რომ ამას გაძლევს ხო იცი დაბულეთისზე მიდის აბულეთი მიდის ივანემ ჩაიდინა ღალატი მეფის მოკლა გადაწყვიტა მოინდომა ყივჩაღების აჯანყებაში და თეთრი წვერი დაიგლიჯაო აბულეთმა მივიდა შენ ხარ ვენახის ავტორთან და ეუბნება ასეთ რამეს რომ სირცხვილს ნუ მოაჭმეო და ჩემ შვილსო ნუ დასჯიო იმიტომ რომ გვარს დაადგა როგორი გვარი შვილობი საქართველოში როგორი წონა აქვს გვარსო გვარს მიადგება იმ ხელა ჭრდილიო ომში გაუშვი და მოაკვლევინეო მამა ეუბნება მეფეს შვილზე როგორი მაგალითია და დემეტრე ამას უსრულებს იმიტომ მოსრულებს რომ ეს აბულეთისების მოდგმა სერიოზული ოჯახი იყო და კბილით ეჭირა თანისი ძალიან დიდხანს აღწრეულების განმავლობაში მაშინ ანისი იყო მსოფლიო ცხელი წერტილი ერთ-ერთი ის კი არ იყო მარტო ეს იყო სავაჭრო ქალაქი რომელთვისაც იყო გამუდმებული ომი და თამარის ეპოქაში უკვე წნარდება სიტუაცია და მე დვინზე გადადიან ქართველები და მე თავისი პირდაპირ თქვათ აქ უკვე ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ერთაობაში ბაგრატიონების სადაც სწორედ აი საოცარი რამე იმ ეპოქაში ირღვევა ხაზი ტრადიციის ოჯახის თავარი ქვეყნისათვის თავდადებულობითა ბაგრატიონი ამით არის ცნობილი ორ ძმაჯაყელს ჩააბარეს თბილისი როდესაც ჯალალედგინი დგას და სადაც 100,000 მოწამე ყავს და ასე შემდეგ და ვლაპარაკობთ ამ თემაზე ორი ძმაჯაყელი იცავს და რუსუდანი წასულია დასავლეთში და უკვე ქვეყანაში გამოლეულია სული ქვეყნის დაცვლის გამცონარდა ქართველი. რას დღეს გვემართება? მატერიალიზმში ჩაიძირები აქ მატერიალიზმში, აი ეს დაგემართება. ჩვენ თუ ეს მაყურებელს ესე არ ვანახეთ და ყველა გავაცოცხლოთ რა არის მაგარი. არ შეიძლება ეს, იმიტომ რომ ერთი შემხვდა ერთხელ და რასაკეთებ და ამა და ამ მეფეს ცოტა კოსმეტიკა უნდა გაუკეთო. ერთმა ძვირფასმა მითხავთ მაშინ სტუდენტები ვიყავით. რატო ამბობ ამ ძვირფასმა ესეთი ხუმრობა მოხდა? შეიძლება პირდაპირ უთხრა ხოლმე შეძვირფასმა. როგორი რამ არის იცით? ხა რა თუნდა იმას კოსმეტიკა, კაცო, გააგებინე ამ ბავშვს, უფრო დაგეშილი იქნება, უფრო ჭკვიანი იქნება, უფრო მიხვდება რომ ეს იდიოტი რო იყო ისტორიაში ესეთი არასოდეს არ უნდა იყო. ამას რო ასწავლი, ის საქართველოს შეგინახავს. მარტივი რამ არის, როგორც 2x2 და ეს კულტურა ჩვენ გვაქვს და ეს კულტურა ატარეს ბაგრატიონებმა ძალიან დიდხანს და ამდენი ეპოქა, ამდენი ცვალებადობა, ამდენი თემურლენგი, სელჩუკი, ამდენი ყიზილბაში, ამდენი ოსმალობა, რაც თავს და შავბატკნიან, თეთრბატკნიან თურქმანებიან და მონღოლი შემობატონდა ამ კულტურებს გაუძლო. გაძლებაზე რა არის? რაზეა მთავარი, ხო რა უნდა ვთქვათ? ამაში გამოატარო კულტურა და ზურაბ იკნაძეს ეკუთვნის ეს გამოთქმა, მაგრამ ძალიან კაი ნათქვამია. აი ამაში გამოატარო კულტურა ზურას ეკუთვნის კიკნად, ბატონ ზურაბ კიკნაძეს მაპატიოს. ხო, ასე რომ ვთქვი, მაგრამ ესე შინაურობაში ესე ვიტყვი ხოლმე, ხშირად მიყვარს ამის გამეორება და მითო წამომს და ასე. ხო და საქართველოს ყველა ეპოქაში რაღაცას კარგავდაო. აი ბაგრატიონების ხელში ამ წვალებაში წერა ვთქვით, ხო, ჩალმამდეც კი მიდის საქმე, რომ თავარი არსი ამ ქრისტიანობის კუნძულის, რომ ქრისტიანობა გინახავს იმ კულტურას, რაზეც დგახარ, მრავალჟამიერს პოლიფონიასაც ქრისტიანობა გინახავს. გადაცდით აბა საქართველოს საზღვარს და თუ არის დღეს სადმე პოლიფონია ის შესწავლილია. ის აი უახლოეს წარსულშია, იქ არ დაგვავიზოს რომ კომუნისტების პერიოდია და მაშინ ძალიან ბევრი წრეები იყო რაიონებში და ეს გავრცელდა შრილო კავკასიაში. მაგრამ ისინი ისე ამას ვერ მღერიან, როგორც მღერის ქრისტიანი კავკასიელი ქართველი, იმიტომ რომ ეს მისი კულტურა, ეს გადაბმული კულტურა არის ბაგრატიონის შენახული. ამ გვარის მე თვითონ ბაგრატიონს, აი მე ვიტყვი ამას, რომ თვითონ ბაგრატიონს მოუწოდებ დღეს, რომ სწორედ ამ კულტურით შეხედოს თავსაც
მე ზოგადად ვამბობ, ან იმ იდეას ვამბობ, რაც შეიძლება საქართველოში კი არ დაიბადოს და თუ ერთ-ერთი მთავარი ღერძი შეიძლება ხელი მოკიდო და ჩაეჭიდო ამ იდეას. თუ დღეს გინდა გადარჩენა, უზარმაზარ მიგრაციის ეპოქაში ჩვენ ისტორიაში ვსწავლობდით, ხო? ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდი ვიცით, ხო? უზარმაზარი მიგრაცია, აი ბასკები როვით, აი ეს ნუ წავალთ არ ვეხები ხოლმე ამას, იმიტომ რომ ვილაპარაკობ თავარ თემას არ ავსდეთ. მსგავსი რამ ხდება დღეს. ნუ ვიქცევით ნურც ერთი კავშირის ჯიბეთ, რომ მან თავისი რაღაცა ტოლვილები ჩვენთან შემოიყვანოს, აკუმულირება გაუკეთოს და თვითონ გადაარჩინოს თავის ტერიტორია და რა გითხრათ, რა შესატყვისი ვიხმარო, ახლა დიპლომატიურ ენიდან გამომდინარე ვერ ვიხმარ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა დავიდე ამ ტერმინზე. წარმოშობა მისი ებრაულია, მაგრამ ძალიან სწორად უხდება ამ სიტყვას, ნუ იქნები გოიმი, სახელმწიფოებრივი გოიმი და ისეთი მატერიალისტი, რომ აქ ამ მიწაზე, რასაც საქართველო ქვია, ხო? შემოიყვანო ეთნოსების ჯგუფი, რომელიც ჩაყლაპავს და ეს არ მოხდება 50 წელიწადში დღეს. ეს მოხდება აი თვალის დახამხამებაში, იმიტომ რომ შენ თვითონა გაქვს პრობლემები და მიხედე შენ პრობლემებს, მიწა მოუწია ღმერთს, ბარე, თოხნი. იცით რა არის? შევეხოთ ბარემ თემას, იცით? ამაზე მიფიქრია, ამ თემას მე უნდა შევეხო მეძლევა ამის საშუალება, იმიტომ რომ ესე თავისუფლადაც ვერ ვიტყვი ჩემ პირად ხედვას დღეს. ვაი იმას, ვინც ქართულ საქმეს თავზე აიღებს საქართველოში დღეს. მე არაფრით არ ვამძიმებ ჩემ რაღაცით, რომ იციან ის იწვა სცენაზე და იწვოდა სცენაზე და ვიმაშვება და პათეტიკა. მე გეტყვით პირდაპირ ძიმე საფრთხე, როდესაც ამ ქართულ თემას ებრძვის უამრავი რამ. მე წარმომიდგენია 21 საუკუნის ბაგრატიონი მეფე, რომელსაც მიაბრძანებენ სვეტიცხოველში, აკურთხებენ, ის იქნება ღვთივგვირგვინოსანი უზარმაზარი მონარქიული ტრადიციით, რომელიც შეშურდება ნებისმიერ ხმამაღლა ვიტყვი ამას და თავისუფლად ნებისმიერ მსოფლიო მონარქიულ მოდგმას, აი ესეთი ტრადიციის მეფე თქვა ჩაუდგეს ამ მართლა აჭრელებულ, იცით და გარე სამყაროსგან დღეს ხო ინტერნეტ სივრცეში ხდება ომი და ქართული პროდუქცია იქ ცოტა გვაქვს და გვებრძვის ეს ამხელა მასა, ვისაც ეზარება და არ ეზარება, ყველა მუშაობს აქ, იმიტომ რომ დამცავი მექანიზმი წელარაზეც ვილაპარაკეთ აქამდე ის არა გვაქვს. მეფემ ეს რო თავის თავზე აიღოს, ის უნდა იყოს პირველი ხალხოსანი. ის იმ მდგომარეობაში უნდა იყოს დღეს, როგორიცაც მოვიყვანეთ მაგალითი იყო ერეკლე. ერეკლე წავიდა და ვიღაც ადგება და თავს ვიღაც დაზოგავდა. ლეგიტიმური მმართველი ამ უზარმაზარი პრობლემების, ხო, ამ დიდი მიგრაციის პერიოდში ყოფი ერისთვის იქნება ბაგრატიონი, ლეგიტიმური, რომელსაც ვერ შეეხება ვერნანაირი ცვლილება. აი თუნდაც ერმა განუსაზღვროს რა ბატონო, შენი იყოს, ჩემო მეფეო, დიდო მეფეო, აგერ იყოს 10 ჰექტარი მიწა. საქართველოში რო 10 ჰექტარ მამულს თქვათ, ან 1 ჰექტარს არ გვინდა ბატონო, ნუ ვიქნებით მატერიალისტები. როგორც სამეფო ოჯახი მოინდომებს, მაგრამ საქართველო რო ბაგრატიონს ამას დაამადლის, გლახათ არის მაშინ ჩვენი საქმე. კარგად ვერ არის ნამდვილად, მაგრამ მე რას ვამბობ, აი ესეთი აი ნუ მასეყოლება მონარქიულ ოჯახებთან ექნება ურთიერთობა, მაგრამ ხალხის ნაწილი უნდა იყოს ის უნდა იყოს ყველა ცხელადგილა, სადაც იქნება ხალხი, ის უნდა იყოს იქ, აი მიწა რო იყიდება ვამბობენ დღეს, ხო? ვინ ვიდა ბაგრატიონი, რომელსაც ხალხი პატივს სცემს, ნუ შეხედავთ ასე რომ ეს იქნება სადღაც იმაში განაყენებული პიროვნება, რომელსაც თქვენ არ დაგანახებენ და თქვათ აქ იაპონური მაგალითი არ გამოდგება იმათ, იმიტომ რომ იქ უწყვეტი მონარქიული ტრადიცია აქვს და ჩვენ გვესმის ეს იქნება პიროვნება ლეგიტიმური, განათლებული, ჩამოყალიბებული, აღზრდილი სამეფოთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის იქნება თავშეწირული თავისი ქვეყნისთვის ადამიანი, რომელიც ყოველ წუთში იქნება მზად სიკვდილისთვის თავისი ქვეყნის. აი მოაწერს ვლაპარაკობ ხელს თუ ამის საჭიროება დადგა. მე ასეთ მეფეზე ვლაპარაკობ დღეს და ამ გვარმა მე იმედი მაქვს შეიძლება შობოს ასეთი ადამიანი დღეს არავინ არ იცის. შეიძლება ასეთი ადამიანი აღიზარდოს ამ ომში საერთოდ.
საერთოდ აი ბავშვები ბაგრატ მეშვიდეს, ბაგრატ მაპატი 7 წლის იყო და მითო წამოწდა. ბაგრატ მე-4-ის მაგალითი გვაქვს, ხო, 7 წლის დარჩა, რა მდგომარეობაში იყო საქართველოს აქედან ბიზანტიელები უტევენ, ეს არის მე დედოფალი იღებს და მიდის ბიზანტიები, მთელი ისტორია. ამის მაგალითები უამრავია. მე ვიყავ რას ვამბობ? ნუ გავიგებთ ასე, იცით, რომ შემოგიტევენ რაღაცა, ეს ძალიან მოკლე დამოკიდებულება, ახლა ილია იტყო და თვალთახედვის ის არის მოკლეა უწიგნოთ და ახლა შედავოცვო შეიარაღდი და მე მელაპარაკე, ახლა არ გვინდა, ნუ ლაპარაკობთ ესე, ხო, გადაყებულად. თუ გრძნობ ამას მელაპარაკე, თუ ვერ გრძნობ, მაშინ მოისმინე, ეგრევე მოგვეწონოს, ხო, მე არაფერზე არ არის საუბარი აქ. ამიტომ მე თუ ხედავ ამას, დღეს ქვეყანას პატრონი ჭირდება, თუ ამ გვარმაშობა ეს ერთი რამაც არის, მოდით ესე შევხედოთ, ვინც ქართული იდეის ირგვლივ უნდა შეიკრიბოს, ამ ბაგრატიონმა უნდა შეძლოს ეს ურთულესი მისია, რომ აი მთელი ინტელექტუალური ბირთვი, მე გეტყვით უფრო სწორედ, არამატერიალისტური და იდეალისტური ქვეყნის შერჩენილი, ანუ სულიერად ვინც შეიძლება ქაჩოს ერი კიდე თავისი დაუღალავ, მე გეტყვით პირუტყული ტვირთით და შრომით, რა, ყოველდღიური გადარბენით და კეთებით. აი ესეთი ადამიანის შემგრები შეიძლება იყოს მეფე დღეს. მე ჩემ აზრს ვამბობ უბრალოდ. თუ დამეთანხმებ მაყურებელი ისინებდა. აი ბატონო ურამ, მე მინდა თქვა, რომ მე მგონი ჩვენ ამაზე გვისაუბრია კიდევაც. მე მახსოვს რომ გითხარით ეს. მე მაგონებს დღევანდელი ბაგრატიონები, აი დიდ 1000-ოვან მუხას რო გადაჭრიან. და პატარა ლორტები რო არის ამოსული, აი ამას მაგონებს, აი სუსტია, მუხა, მაგრამ სუსტია. სუსტია და იმსეთი გადავლა ქონდა გვარს, ნუ როგორც ყველა აი საქართველოს ნაღები მოხადეს ფაქტიურად რა. საქართველოს ნაღები რამოდენიმეჯერ მოხადეს, მოდით ესე ვთქვათ 2 საუკუნის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს 80-იანი წლები, 70-იანი, 60-იანი, ნუ ეხა ისე იხსენებენ ხოლმე ჩემ ბავშვობას ახალგაზრდები გული მისკდება რაღაც სხვა ქვეყანაზე მგონია ლაპარაკობენ რა, იმიტომ რომ მე ცხოვრობდი კულტურული რენესანსის, აი რუსთაველზე ცხოვრობდი 23-მდე და აქეთ ოპერა იყო და აქეთ რუსთაველის თეატრი და იმათ შორის კიდე კინო სპარტაკი, სადაც უახლესი ფილმი რაც შემოდიოდა საზღვარგარეთის რუსული პირველად ვნახე ხო, აი ტარკოვსკი მაგალითად რა ხუცებს მოიტანდნენ ფილმს, ის შეხვიდოდი ბილეთი არ იშოვებოდა რა ხდებოდა. ხო და ამ ეპოქაზე ლაპარაკობ ახლა რომ დაქცეულია სულიერება, უცებ გელაპარაკება რომ ის იყო ცუდი. ნუ ცოტა სხვადასხვა პოზიციაზე არ გამოვას. პატრიცემულო ტელემაყურებლებო. ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მე მინდა ბატონ გურამს უთხრა რომ ჩვენი გადაცემა და ბაგრატიონები სულ მხარდაჭერას გიცხადებთ და ვფიქრობ რომ ჩვენი ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება და იმედია. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება იმისთვის რომ გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია, მაგრამ თქვენ როგორ ხედავთ? როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია? აი ეს უნივერსალური და ჩემ ხედვას გეტყვით მოგრძალებულს და მაყურებელს რა თქმა უნდა, მაყურებელს მინდა რომ უთხრა ეს რომ აი რა შეიძლება იყოს დღევანდელი საუბრის ბოლო სიტყვა. ამ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც ჩვენა ვართ, ხო, რასაც კავკასია ქვია, წინა აზია ქვია, ჩრდილოეთით რუსეთია, ორი ზღვა აქეთ იქით და სხვებს შორის კიდე სახელმწიფო და სამხრეთი და ვიცით კარგად, ვინც ეს ყველა სადა ხარ მოქცეული, ხო, არანაირი მოკავშირე გვერდით, ადამიანს ეს უნდა ვაღიაროთ, ხო? და როდესაც ამხელა მიგრაციული პროცესებია დაწყებული მსოფლიოში, როდესაც საკუთარი მიწის გადარჩენა გიწევს, სადაც შეიძლება ხვალ აღარ გქონდეს საცხოვრისი, როგორც ეთნოს. მოდით პირდაპირ ხა ეს არ გვინდა თვალებში ნაცრი შეყრა ერთმანეთის, როდესაც ამხელა გაჭირვება და ამ ეთნოს ვიცით ჩვენ რომ თან გაყვება კულტურა, იმიტომ რომ აგერ მეზობელი ცოცხალი ხარ და დღეს გედავება ისო ჩემია ატენისიონია და შეიძლება გამოგიცხადოს ხო ისა რა კულტურით ახარ კავშირში იმაზე კი არის პირდაპირ ითვისებს ცოცხალი ხარ და რო აღარ იყოს ეთნოსი ხა იმას რა გააჩუმებს და ბოლო-ბოლო ფულით იყიდის ამ მატერიალურ სამყაროში ეს გემუქრება ერს გამოსავალი არის მე წეღან ვახსენე ნუ შევხედავთ ასე რა 21 საუკუნე ხო ვიცით გავიგეთ ბატონო ვიწუნიეთ ნახეთ
გვინახავს კიდევაც არ არის პრობლემა, მგონია თქვენ რეიგანს უთხრეს, აი თქვენ ესეო და ესო, ჩვენი თაობაო, ესეთი კომპიუტერის თაობაო, მე ვინ მოიგონა ეს კომპიუტერიო რა, ანუ ინტელექტს თუ ზურგს აქცევ, სამყარო გაქცევ ზურგს, ადამიანის იერარქია ხო ინტელექტია. რას უსურვებ ქართველებს დღეს და აი როგორ უნდა გავაკეთებოთ? ჩემი აზრით საქართველოს ისტორია, ხო, როგორ შეიძლება გადაირჩიოს ქართველმა თავი, როგორ შეიძლება იყოს ნაცარქექიას მოდელი, ანუ როგორ უნდა დაამარცხო დევი. უნდა დაჯგუფდეს სასწრაფოდ ყველა ეროვნული ძალა, ყველა ვისაც შეუძლია ეს იდეის ირგვლივ. და ეს იდეა მრავალნაცადი, ნუ შევხედავთ ამას როგორც მონარქს, მეფეს, ანუ ვილაპარაკეთ უკვე ამაზე. რა თქმა უნდა, თუნდაც არ იჯდეს, თუნდაც ტერმინი იდოს იქ და იმ ტერმინში დევს, გინდათ ჩამოვთვალოთ? საიდან დავიწყოთ? იქიდან სტეფანოზიდან დავიწყოთ თუ აშოტ კურაპალატიდან, დავით აღმაშენებელიდან თუ იქიდან პაპამისი ბაგრატიდან თუ რა, რომელზე ვილაპარაკეთ? ამხელა ტრადიცია დევს იმ ტახტზე, რაზეც გვაქვს ლაპარაკი, ხო? ჩვენ შეგვიძლია ქართველებმა გონიერად რა, უბრალოდ მეტი არაფერი არ ჭირდება ამას. თვითონ ეკლესია მოუკიდოთ ხელი სიმბოლოს ბაგრატიონს და ვისაც ოღონდ ის კი არა, ვინცაც შეეტენება ქართველების ამბავი და უკნიდა რომ ხტებიან უკვე და არიქა მე გამიშვი და აქვს კარგად არჩილს, ხო? უჩემოდ ვითი მღერეთა. შეგიძლიათ ხო? აი როგორ მოხდა უჩემ. შეგიძლია თუ არ შეგიძლია? არ შეგიძლია წადი სხვას უშლი ხელს. ესეთი სახელმწიფო ბაგრატიონებში ეს იყო. სამართალი პურსა ჭამდა. აი ესეთი ქვეყანა უნდა შევქმნათ, რასაც ბაგრატიონი ქვია, რასაც საქართველო ქვია და რასაც გააგრძელეს საქართველოს ისტორია ქვია. აი ეს მინდა ჩემ მაყურებელს უთხრა. დაგახარათ ღმერთმა მოწვევისთვის. დიდი მადლობა დაგღალეთ ამდენი საუბარი. რას ლაპარაკობთ, მე ვიტყოდი რომ ძალიან ბედნიერი ვარ მე დღეს რომ თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ვარ ბედნიერი, ტახტის აზნაური ვარ მოდმით და ბაგრატიონის მოდის სტუმრად. ჩემი მეკითხვა ბაგრატიონი. ერთად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია. პატივცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და ვიტყვი ამ სიტყვებს, რომელთაც მიყვარს ხოლმე გადაცემის დასრულება. ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს. კარგად ბრძანდებოდეთ.